ნახე რომ გული გაწდა და ფენჯიდან ყვერა და ჯახით რეპარო გამარჯობა მეგობრებო, ახალ ეპიზოდში შეგახსენებთ არხის გამოწერას და ლაიქებას და ინსტაგრამზე გამოვყავოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ინსტაგრამზე ისეთი ნიუანსები იდება, რაც YouTube-ზე ვერ მოხდება. და სიახლეები, ნიუსები, ყველაფერი დაიდება ინსტაგრამზე და ამიტომ არ დაგავიწყდეს მანდ გამოყო. ლინკი იქნება აღწერაში, გაადი და გამოვყევი ინსტაგრამზე. ასევე არხიც გამოიწერე მანდვიარი და დალაიქი. ჩვენ შეგვიძლია ვიდეო დავიწყოთ, ვფიქრობ საინტერესო ვიდეო გელწინ და არ გადაახვიოთ. აქ თემი ამბებია. ეს ლაპა დავაყენე, ძრავის უნდა ჩამოვწიე, ხა რომ ჩაჯდეს ტრავერსზე დადგეს კარგად. აი ჩამოვიდა, კაია. მოდი ეხლა ვნახოთ დაიქოქება თუ არა. იმედია დაიქოქება. Yay! გამოსწორდა ატლების პრობლემა ძალიან გამიხარდა. ეს ბაჩოკი არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ტრაკიდან იჯერს, აი აქედან იჯერს. ვაპირებ რომ შევცვალო აი ეს სკამის სამაგრი და სამის სამაგრიც აი ესე აღარ იყანყარებს. ეუთექსულის გიდროზე რომ ბაჩოკი აყენია, რაც იჯერს. ეგ არ მომწონს და გამოვიწერე ვილუდის ბაჩოკი, რომ დავაყენო ვილუდის ბაჩოკი. რა თქმა უნდა, ჩამოვიდა, გავხსენი მე. იმიტომ რომ ვერ მოვითმინე და განახებთ ახლა ამ ბაჩოკს. აი, ესეთი არის ვილუდის ბაჩოკი. რაც აყენია EOS-16-ზე ხ რეზერვუარი რაღაცნაირად. ალბათ ის რეზერვუარი გახსოვთ, რომ ხელს მიშლიდა მესამეში ჩაგდებაში და რაღაც რა. ანუ ძალიან დისკომფორტს გიქმნის თან პლუს ამას არ შეიძლება ეგრე სითქე რო იყოს რა. ძალიან მაგარია ეს. გადასაკეთებელი რა მაქვს? გუშინ წინ ვიყავი EOS-16-თან. მოხსენი ეს ბაჩოკი, მოხსენი ტრუბკა, მილი რაც არის. და ეგ მილი უკან მიდოს ბაგაჟნიკში და უნდა წავიდე ხა ელიავოზე რომ რაღაცა გადამყვანი აი ეგ რაც დგება აი აქ ეგ უნდა გავაჩარხინო რომ დავაყენო ეს ბაჩოკი რაც გიდროზე მიდის რომ მოკაჭარო ამას მიაწვეს შტოკს აი ეს მოქვს გასაჩარხი ამ ზომაზე ამ შტოკის შეცვლა კი შესაძლებელია მაგრამ მე მინდა რომ ეს შტოკი დავტოვო ამას შევცვლი ანუ ჩავარეზბინებ ანუ ამის ზომაზე და აი ამის გადახრეტა მომიწევს ცოტა ქვემოთ, რომ ეს გიდროზე კარგად დაერთდეს, იმიტომ რომ ეს შტოკი არის გრძელი და თვითონ ფიზიკურად ძალიან გრძელი იჩნდება და ამ შტოკის შესვლა არ მინდა. ხო და ამას გადავაკეთებ. აი ხა მივდივარ ელიავოზე, რომ ეს ყველაფერი მოვაყომარო უცებ და წავიდე მე მანქანასთან რომ დავაერთო და დავაჰაერო და კარგად იმუშაოს, იმიტომ რომ ის ბაჩოკი რა ვიცი პრაქტიკაში არ მომეწონა სიმართლე რომ გითხრათ. ვიყავ ელიავოზე ჩასული და გავაკეთებინე აი ესეთი გადამყვანი. იმედია ცალი ხელთ ვიზო. კაია. ეს ჩავა ბოლომდე. კაი. აი ესე ჩადის და დააჯდება. და მე მიდის აი ეს ტრუბკა. ნუ ეხა ამას ნუ გამაკეთებინეთ მე მანქანასთან ვიზო. და კიდე მოვაჭრევინე ამის რეზვა, რომ ეს წავიდეს. ესეც მიდის. ეს ძალიან გრძელი არის რა და ერთი იდეა მაქვს როგორ უნდა დავაყენო გიდროზე ისე რომ გიდრო ანუ ესეთ პოზიციაში რო არის ეხა იდგება ესე და უნდა წამოვწიო ესე ამიტომ უნდა გადავხრიტო სადღაც აი აქ ხო მოკლედ ჩავალაგდი და მივდივარ ეხა მანქანასთან და იქიდან ჩაგერთვებით არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა პირველ რიგში და ინსტაგრამზე გამოყოლა იმიტომ რომ საინტერესო რაღაცები გამორჩება რაც ინსტაგრამზე იდება ხოლმე რაც ინსტა ანონსივით ინსტაგრამზე არის ხოლმე აქედან გამომდინარე ეხა გადადი ჯერ არხი გამოიწერე პირველ რიგში და მე გადადი ინსტაგრამზე და ინსტაგრამის გამოიწერე. მანქანასთან მოვედი, ვილუდის ბაჩოკი უნდა დავაყენო. დანარჩენი კიდე უნდა დავაჰაერო ვეჭველე. და ვნახოთ აი ეს რა პოზიციაში იქნება. იმიტომ რომ რაღაცა გათვლები მაქვს, რომ ეს კარგად დადგეს რა. დავამაგრე ეს ბაჩოკი, ესეც დამაგრებულია. როგორც ხედავთ, შტოკზე ჩვეულებრივად კარგად დადგა, გადავხრიტე მარტო ეს, რომ მანძილზე მომიგო, იმიტომ რომ ამ შტოკის შეცვლა არ მინდოდა. ნუ შემეძლო რომ ამით ჩამენაცვლებინა, მაგრამ არ მინდოდა. ხო, ეხა უნდა დავაერთო. აი ეს. აი აქ გადამყვანთან ერთად და დავაჰაერებ და всё მეტი არაფერი ფილოსოფია ამაში არ არის. ქვემოთაც ჩამოვიდა, აი როგორც ხედავთ. თითქმის ყველაფერი ვქენი გარდა დაჰაერებისა. დავაერთე აი ეს, მივიყვანე ქვემოთ, წამოვიყვანე და დავაერთე გადამყვანამდე არ ჩანს აქედან. ეხლა უნდა მოხსნა დისკი და დავიწყო დაჰაერება.
აი მოუშვათ. ჩავასხათ სითხე. დაინახა რომ გული გატყდა და ფენჯრიდან ყვერა და ჯახით რეპარო ჯადოქარი ვარო ამასებით მაქსავს ეთარო სათამაშო მანქანები მაკრო ჭიდით ვატარო მეგობრებო, მორჩი დღევანდელ საქმეს ყველაფერი გაიმართა 5-იანზე, აი ეს ყოფილა, აი არ ვიცი რა, სასწაული კაცი არის ეს იმენა. ესეთი გრუბია, ამის იქით უკან ვეღარ ვწევ. ნახეთ. აი. ესაა ბოლო დიაპაზონი. ადამიანია იმენა. მეტი საქმე დღეს არ მაქვს, ერთი გეგმა რაც მაქვს. საბურავებს შევცვლი. ამ გაგრილებას გავმართავ, რომ აი ესე აღარ იყოს ერთმანეთზე გადადებული და რელეს დაუყენებ ამას, რომ ტუმბლერზე არ ტყავ ხელს და ჩაირთოს გაგრილება, ამას გავმართავ. ასე რომ წავედი ხა და რაც განვითარდება მოვლენები, ყველაფერს გააგებინებთ. გამოვიწერე სალასკები 36-ისთვის, იმიტომ რომ ის სალასკა როგორც იყო გაკეთებული, არ მომწონდა. ახლა არ მომეწონა, გამოვიწერე და ჩამოვიდა. აი აქ არის, დავიწყე უკვე განყუთვა და არის ესეთი რაღაც. ეს არის პოლონური ბრენდი. ესეთი სტიკერები მოყვა და დავიწყოთ განყუთვა. მოკლედ ესეც სალასკა. აი 26-ზე და 46 არის განკუთვნილი. წყოლის მხარე. ამას მერე მოხსნი და შეგახედებთ რა. ეხა ამის მოხსნა არ მინდა. მაგრამ მოდი მანქანასთან მოხსნათ ეს პარკი. გავიდა რამდენიმე დღე მანქანასთან მოვედი. არის ესეთი სიტუაცია, სკამი მოვიტანე და მოვიტანე ეს სალასკა რაც ჩამოვიდა. ესეთი არის ეს სალასკა. აქვს ესეთი სიტუაცია. აქ აქვს რამდენიმე ნახრეტი, სადაც შეგიძლია დაარეგულირო ბოლტონ. და აქაც სკამის მიმართ ბოლტონ შეგიძლია დაარეგულირო. აქეთან მხარესაც იგივე სურათი არის. აი ესე მიდის რა. შეგიძლია ეს გაწიო აქეთ, შეგიძლია ესე პირიქით. ჩემ შემთხვევაში მომიწევს აი ესე გაწევა წესით. მეგობრებო, თემა არის ესეთი. ყველაფერი კი დადგა. გარდა ერთი პრობლემისა ეს ავწიო. მეგობრებო, ყველაფერი დადგა და ზოგადად რო გინდოდეს რომ დააყენო ესეთი სალასკა, რომელიც რეგულირდება როგორც გითხარით აი ამ ბოლტებით. ამ წინ გაწევ, ამით უკან გამოწევ. ხო და შეგიძლია ანუ მაგას ვამბობ რომ არეგულირო რა ამ ბოლტს რო გადმოიტანა აქეთ ეს წინ წავა. და სკამის შესაბამისად ეს ადგილი წამოვა აი აქეთ. ლიუსამო შეგიძლია ორის არეგულირება აქედანაც მანძილი მოიგო. წინ გადაიტანო ან უკან გადმოიტანო. რაც შეიძლება ხა კიდე რა გჭირდება. ეს ბოლტი რაც არის რაც სკამზე დგება არის აქეთან მხარეს მოკავე რა არ ყოფნის სიგრძე, იმიტომ რომ აქ მანძილი რჩება ჰაერში. ხო და უნდა გავაჩარხინო აი ესეთი ბოლტი ტოკარს. მანქანასთან მოვიდი ტოკართან ვიყავი, მაგრამ არც ესეთი ტოკარი არ დამხვდა და მივედი ერთ-ერთ სამშენებლო მაღაზიაში და ვიყიდე ესეთი ბოლტი, რომელიც შაგიც ემთხვევა სკამის შაგს, ანუ აი ამას. ხო, ეხლა რაც შეიძლება აგიხსნათ უფრო დეტალურად, ვცდილობ რომ მაქსიმალურად გადმოვცე, რასაც ხედავ. ხა გადავანაცვლე ამის პოზიციები, ლიზაზე იყო მორგებული და არის თემა ესეთი, აგიხსნით დეტალურად. აი ესე რეგულირდება ბოლტონ, როგორც ხედავთ, აქ ნახრეტები აქვს. აქაც ნახრეტები აქვს რა. ამაზე გიწევს ნებისმიერ პოზიციაში დაამაგრო, რაზეც შენთვის არის კაი და იგივე პოზიცია უნდა შეურჩიო. უნდა იყოს ამის პარალელური, რომ ზუსტად დაემთხვეს და სკამი ცერად არ იყოს. ეს არ არის მარტივად რეგულირებადი სალასკა. როგინოდეს წინ გაწევა უნდა მოხსნა ეს ორი ბოლტი და ეს ორი ბოლტი. ჯამში გიწევს 4 ბოლტის მოხსნა, რომ პოზიციები შეუცვალო. ნუ აქედანაც რეგულირდება და შეგიძლია აქედანაც მოიგო ის რა ქვია, მანძილი. ლევსამას ამის შაყენებას რო დაიწყებ. გინდა ესეთი გრძელი ბოლტები, იმიტომ რომ აქედან რო დააყენო, სკამს რო დეებ, მაგალითად ჩემბრაიძე სივცე რჩება და აი ესეთი მამხელა მანძილი გინდა იმისთვის, რომ ეს მანძილი არის ჰაერში. და ეს ბოლტი რო დგება, პახოდ უნდა ესეთი სპეისერი, რომელიც მე გამოვჭერი. იმისთვის გჭირდება ეს სპეისერი, რომ მიიპრესოს სკამი და არ გაგიტყდეს. ეხა ამას პოზიციებს გადავანაცვლებ და დავაყენებ იმ ზომაზე, რა ზომაზეც მე მინდა. ეხა ვფიქრობ, რომ ეს ზემოთ ავწიო და ეს ქვემოთ ჩამოწიო, რომ სკამი დაყირავებული იყოს და არ იყოს ცოტა უხერხული სამართავ. რაღაცები არ შეიმჩნიოთ, რომ გავიყვან მანქანას, აი ეს რაღაცებს
ამოვასუფთავებ. თვალსაჩრუტი აქ არ მაქვს. როგორც ხევს კამი ჩავაყენე, სიხარ ძალიან კარგად, ძალიან კომფორტულად, უკან გადაწეული. რავი, ძალიან ისე საკაიფოდ რა. რაითან შედარებით კომფორტულად ფიზიკურად ვერ იჯდები, იმიტომ რომ ხოში არის და არ რეგულირდება ზურგი. ხო, მაგრამ მაგასთან შედარებით უკან ვზივარ რა, გადაწოლ. რაც შეეხება ეხა რა დამჩა მანქანაზე, მაგას რო გავიყვან ეტაპობრივად, ყველაფერს გავაკეთებ. მინდა საბურავების შეცვლა, აკუმულატორის დამაგრება და გიტარაზე მინდა დავადუღო, აი მოხვევის დროს, რომ აგრანიჩენიები რო ვთქვა. აი ლოკერები დავაყენო, რომ თვითონ მანქანამ რომ მოუხვევს, რულავოი მარ დაარტყას რა და გააჩეროს რაღაცა მკუთხე. გავტესტოთ მე კუთხე, გავტესტოთ რუჩნიკი როგორ მუშაობს, როგორ დადის თვითონ მანქანა და რამე პრობლემები გამოჩნდება თუ არა. ნუ კიდე ხო ეხა გამახსენდა რომ ეს რელი მჭირდება რომ დავაერთო გაგრილება ტუმბლერზე. ალბათ რამდენიმე დღეში გამოვიყვან მანქანას. ეკებიდან ჩამოვწერ, მიუხედავად იმისა, რომ 700 ჯერ ავწიე მანქანა, მანქანას გავიყვან და ტესტებზე შევამოწმოთ ერთად მანქანა რას იზავს, თუნდაც ტრიპში, თუნდაც სწორზე და ასე შემდეგ რა. ზოგადად რა პრობლემები გამოჩნდება მანქანის გაყვანის შემდეგ. ეხა მოდი გადავინაცვლოთ გარეთ და შეგახედათ ეს როგორი არის. გირჩევთ ეს გამოწეროთ, ვისაც გინდათ რომ ესე კავშირი იყოს. პროსტა თემა ერთი ისაა, რომ ძვირი ჯდება რა. წონა აქვს დიდი. აი გარი ერთი რომ წონის თანხაც პლუს დაემატება. მაგრამ აუ ხარისხზე, აი რა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან მაგარი ხარისხია. პოლონურია როგორც გითხარით და რა ვიცი, ჩემი რეკომენდაცია არის ეგეთი, რომ თუ გსურთ რომ რა ვიცი, ესე ჩააყენოთ თქვენი და ეს რეგულირება კონდეს ესე მექანიკური, კარგი ვარიანტი არის რა, მაგრამ ვისაც კომფორტი გინდათ და ეს რომ ამოწევ, ამას რომ ამოწევ და გაწევ, ეგეთი კომფორტი ამას არ აქვს როგორც გითხარით, იმიტომ რომ ბოლტონ არის ეს რაღაცეები ყველაფერი. მოდი გადავიდეთ გარეთ და შეგახედეთ. ბოლტები ესე აგიხსენით როგორც არის, ამის პოზიციის შესვლად შეგიძლია, რომ ეს შეგიძლია აქეთ გადმოიტანო, ეს შეგიძლია აქეთ გადმოიტანო და სკამი წინ გამოწიო, ან უკან ჩაწიო. აქედანაც რეგულირდება, ამდენი ნახროდი. კიდე ხა სჭირდება აი ესეთი სპეისერივით რა. შიგნით ესეთი უნდა იყოს, რომ გადაიჭირება ბოლტი, გარეთ არ გამოვიდეს ეს ბოლტი და ამითაც დააფიქსირო ესე, მეორე ხარეს ესე. და არჩენი მეტი არაფერი არ არის. ამით სიმაღლის დარეგულირება შეგიძლია, რამდენად გადახარო და აქეთაც იგივე სიტუაცია არის. მე ხა დახრილი მევასება ზოგადად სკამში ჯდომა, მით უმეტეს ბრაიტში. არის პოზიცია ეგეთი. ეს მხარე წამოვწიე ყველაზე მაღლა, ეს მხარე ყველაზე დაბლა დავწიე და აი ესეთი ვიზუალი მიიღო, რასაც ხედავთ რა. და მდგომარეობითაც კარგად დგას, როდესაც ზიხარ. დღეს მეტი არაფერი არ მიქნია ისეთი, ამას ვეჩალჩებოდი აი იმ სპეისერებმა და ბოლტებმა მაწვალეს ცოტათი და დღევანდელი საქმე მოურჩი. ამასობაში არხი გამოიწერე, დალაიქე ვიდეო, კომენტარებში შენი აზრიც დააფიქსირე და Instagram-ზე გამოყოლა არ დაგავიწყდეს, რადგან იქ საინტერესო რაღაცები იდება, რაც YouTube-ზე ხანდახან ვერ მოხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე გაითვალისწინე ეს ყველაფერი. უბრალოდ მეგობრებო, რამდენიმე დღე გავიდა, ეხლა მივდივარ საბურავების საყიდვლად, ახალი საბურავები უნდა ვიყიდო. ახალი საბურავები იმიტომ გადავწყვეტე, რომ მეორადი საბურავები თითქმის იგივე ფასი არის რა. ვუკითხულობდი ტიპებთან რო ვიკითხე. არჩი 200 ლარზე ნაკლები არც ერთმა არ მითხრა რა წვილში. მირჩევნია ბარემ ახალს ვიყიდი, იმიტომ რომ ახალია რა რაც არ უნდა იყოს. მეორე საბურავებს რაც შეეხება, უკვე იმ დონეზე აიწია ფასი, რომ აი ადრე რო კიდევ პირობითად რაღაც 18-დან საბურავებს პირობითად ყიდულობდი ხოლმე წვილს 130 ლარის ფარგლებში, დღეს ალბათ აქ ფასად ვეღარ იყიდი რა. და ამიტომ ავირჩიე ეს ვარიანტი რო ვიყიდო ახალი წვილი, წინაფარეს, დისკებიც მოხსნილი მაქვს და ბარემ ჩავაცმევ ახალ საბურავებს და იქნება რა. დაინახა რომ გული გაწყდა და ფენჯრიდან ყვერა და ჯახით რეპარო. ჯადაქარივარო, ამასებით მაქსავს ეთარო. სათამაშო მანქანები მაკროჭი თვითადარო. გემეორე მეგობრებო, გუშინ რო ვიყავი საბურავების შესასვლელად, შევცვალე როგორც ნახეთ ვიდეოში და კამერა დაჯდა და მაგით ვერ გადავიღე, ჩემი სათქმელი ვერ გითხარით. არაფერი არ მოხდა ისე განსაკუთრებული, დავბერე უბრალოდ, ჩავდე მანქანაში და ეხა მოვედი EOS 16-თან, რომ დავაყენო წინა საბურავები და უკანა საბურავები მოხსნა, ეგეც წავიყო და ეგეც ახალი საბურავები უნდა ვიყიდე, ოღონდ ეგ ჩინური იქნება ეგ საბურავები, იმიტომ რომ მირჩევნია რა, არაფერი სხვაობა არა, დიდი როგორც გითხარით და ჯობს რომ ახლები დავაყენოთ. ეხლა გადავლთ თან შეგახედოთ საბურავებს როგორი არის, ძალიან დამევასა. პირველად მოხსნა მგონი ახალი საბურავები ნაყიდი მანქანაზე. სულ მეორად ვიყიდულობდი. ოღონდ კარგი მეორადი იყო და არ იყო ისეთი, მაგრამ ეხლა გადავწყვეტე რომ ახალი მეყიდა. აწი ვეცდები რომ ყველა მანქანაზე ახალი საბურავები დავაყენო ხოლმე. ყოველ შემთხვევაში შევეცდები, იმედია ეგრე იქნება. რაღაცებს აკეთებენ, შენებულობა მიმდინარეობს, აი. და იმედია კარგად გესმით ხმა.
მოკლედ ეს საბურავები, აი ესეთი არის სუახალი არის. პროტექტორსაც ხედავთ რამ ხელა აქვს. ძალიან რბილი არის, მინდა გითხრათ და იმედია კარგად მოიჭიდება, ცხვიში კაი მოჭიდება გვექნება. ეხლა მოვხსნი ამ დისკებს და დავაყენებ ამებს. მე უნდა გადმოვიტანო ეს დისკები აქეთ და ეს მოხსნა და ამასაც ახალი საბურავები დავაყენე. დავაყენე დისკი, როგორც ხედავთ აქ აყენია ახალი საბურავებით. და აქეთ დავაყენე ეს დისკი დროებით. ამ დისკზე უნდა ვიყიდო ახალი საბურავები. ის საბურავები რაც იყო, რაც წინ ეყენა, გავაჩუქე და ამასაც გავაჩუქებ, იმიტომ რომ არ მჭირდება. ამას რაც შეეხება, ესე დგას და ძალიან ლამაზი საბურავია. ამას დავაყენებ ხა იქით მხარეს, აქეთ მხარეს მორჩი ყველაფერი და დავიწყებ უკვე აქეთ მხარეს. გემონდელი გეგმა შესრულებულია. მე ვიყიდე ახალ საბურავებს უკანას. ამას დავაყენებ უკან და всё, მანქანას გამოვიყვან, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რაღაცები დარჩა რეალურად რო ავიღოთ. რეალურად დარჩა გაგრილება, რომ დავაერთო რელე და იმუშაოს. გაგრილება მესე რო წაარტყავ ტუმბლერზე ჩაერთოს გაგრილება. თუ გააჩერებთ გამიხარდება. და ასევე დასაერთებელია უკანა მხარეს აკუმულატორი. უკან აკუმულატორს დავაერთებ და всё, მე მგონი მეტი არაფერი აღარ დამჭა. წავიდეთ უკვე ეგრევე ტრეკზე და ვნახოთ ერთი მერე რა გამოჩნდება. ჯერჯერობით არ ვიცი რა გამოჩნდება, მაგრამ ვნახოთ ერთად და გეტყვით რამე თუ იყო ისეთი, რაც გაუთვალისწინებელი არის რა ტესტების მერე. ეხა ამ დისკს დავაყენებ აქეთ მხარეს და ამ დისკს გადავიტან უკანა მხარეს, იმას მოვხსნი და წავიღებ რო შევცვალო. მოკლედ დავაყენე წინა მხარეს დისკი, აქეთ მხარესაც. ჩემანერებმა შეიწირა აი სპეისერი, რადგან არ გამოდიოდა და ვერაფრით ვერ გამოვიღე. და კაროჩე, ეს თავიდან მაგასაც ჩარხი. და ამას რაც შეეხება, დავაყენე და ეს დისკი უნდა წავიღო, ამ საბურავებს გავაჩუქებ. ეს დავდოთ აქ და დამჭირდება ხო სპეისერი ეს ერთი მხარე და დავაყენებ. და საკმაოდ გამძლე სპეისერი არის, იმდენი ურახუნე რომ, რავი, ანუ ვცდილობდი რომ ძალიან აკურატულად გამომიღო, რომ არ გამეფუჭებინა. მაგრამ ბოლოს ისეთი გაჭედილი იყო, რომ აი მენა ნერვები მართლა შეიწირა ამ ფლიანეცმა. ფიზიკურად ვერ გამოდიოდა სხვანაირად რა. ძალიან გაჭედილი იყო აი ეს შიდა მხარე. თან ის არ მქონდა იმაში რომ ჩაამაგრემენ და იმით რომ წევენ ხოლმე მასით რო აგდებენ როგორც იმებს, რა ქვია, ცაპკებს. ასე რომ ამას გავაჩარხინე. რა ის ცენტროვკა მჭირდება, ან თუ ეს ცენტროვკა არ გადავიტანე. ვაფშე ამ მის ზომას გავაკეთებინებ სპეისერს. ეს ცენტრი რაც არის დისკში კარგად ჩაჯდეს, რომ ამე დისბალანსი არ გამოიწვიოს. ეხლა ამ დისკებს ჩავაგდებ, საბურავები ვუყიდოთ, ეს სპეისერები გავაჩარხინოთ და ეგაა რა. წავედი ხა ამ სპეისერებს გავაჩარხინებ და მე ეს საბურავები ვიყიდოთ და ეგაა. მოვიდანო დავაყენოთ და გავიყვანოთ უკვე მანქანა აქედან. დღეისთვის ეს იყო მეგობრებო, მადლობთ გიხდით რომ ბოლომდე დარჩით. არ დაგაუწყოთ არხის გამოწერა, დალაიქება და Instagram-ზე გამოყოლა, იმიტომ რომ წინასწარ ინფოები ხომ დაიდება Instagram-ზე, სანამ YouTube-ზე მოხდება ვიდეო. აქედან გამომდინარე გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დაინახა რომ გული გაწყდა და ფენჯიდან ყვეროდა ჯახით რეპარო